გამარჯობათ ხალხო, ესე იგი თქვენ უყურებთ სეზონი 4, სერია 5, ცხელი ძაღლი და მოიცა გადავადგილებ უცბად რაღაცებს რომ ნორმალურად დამინახოთ და ალო. ეს ისა რაღაც სულები და რაღაცები გაჩვენება. ძიოთ. Oh shit. გისმენთ. ეჩვენება კი არა. Тихо. Тихо. მერე ისე შემეშინდა რომ კარებს მივარდი და შევამოწმე. კარგად იყო ჩაკეტილი თუ არა? მე როცა ფანჯრიდან გადავიხედე აღარ იყო. ხო, ვიღაც გიას შეყება ან გაშაკერებს. არიცი ამ ბიჭების ამბავი. ნამდვილი დეგენერატები არიან. ამდენხნიან შაყირი სად გაგონილა? ნუ აქცევ ყურადღებას. ვიღაც დებილია ალბათ. წადით აქ. სახლა მე მიგაცილი. რასუყურე? არა. კიდე ამაღამ შენთან დავრჩები. არა. სახში აღარ მეშინია. კაი მაშინ. აქ დაგელოდები სანამ ლიფტში შეხვალ. დიდი მადლობა თალიკა დეინა. არაფერს გენაცვალე. დახვამდის. დახვამდის შვილი. წავიდა ისე. შუქი არ გაგსაცი? ჩამოსაყორო. როგორ შეიძლება? კაცთან არ გამოგონო. სადეში? სადა კურსზე? როგორ ხარ? აი, მუსიკა. ჩვენება უნდა დაგაწერო. შენ დაიჭირე. დავიჭირე და ეხლა შენი ჩვენებაა. კაცნო არ დამიცა რინგონი. აბა გადაგიძახ. ანა. სუ მუსიკა? ნათია. რა მოხდა? საფინანსო პოლიცია იყო. საბუღალტრო ყველა მონაცემი წაიღეს. ნანოს კომპიუტერის პროცესორით. იმუქრებოდნენ. კარგი დაწვავდი.
კი, მაგრამ დაცვა რას მიკეთებდა? დაცვას რა შეეძლო? როგორ თუ რა არ შემოუჩერდი და ეგ იყო. ოფიციალური ორდერი ჰქონდა. ბუღალტერი სად არის? ნანა ცუდად გახდა. ცნება მოუწია და სახლში მანქანით გავუშვით. საამბრო და ხალხი გაყარეს, საწვევები დალუქეს. მოკლედ ამათ თავხედობა საზღვარი აღარ აქვს. რას მირჩევთ ბატონო რამას? როგორ მოვიქცე? აღარც კი ვიცი რა გითხრათ. მეგონი ზემოთ უნდა მოძებნოთ ვინმე. ყველას კარგად ახსოვს რამდენიმე თვის წინ სანატორიუმ წიწვნარში მომხდარი საშინელი ტრაგედია. გადამული წვევების შედეგად იქ მეწყერი ჩამოწვა და დაინგრა სანატორიუმის სრულად ახალი კორპუსი, რამაც ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. 8 კი სამუდამოდ დასახით ჩრდა. ყვატივით რო ზიხარ. პატარები იქ სოციალურყოფის სამინისტროს სპეციალური პროგრამით ისვენებდნენ. ურემი რომ გადაბრუნდა გზა მერე აღარ გამოჩნდა. როგორც გაირკვა, ნაგებობა მეწყრულ ზონაში აუშენებიათ. არადა თურმე არსებობდა ცნობილი მეცნიერის, მასალათა გამძლეობისა და სამშენებლო მექანიკის ინსტიტუტის დირექტორის, აც გარდაცვლილი პროფესორის ალექსანდრე ამოევის დასკვნა იმის შესახებ, რომ იმ ადგილას არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა რაიმე საშენება. თავი ის გარემოებაა, რომ ტრაგედიის შემდეგ დაიწყო ამოევის დასკვნის ძებნა, მაგრამ არა თუ მას საპარლამენტო კომისიის ოქმებსა და ანგარიშებსაც კი ვერსად მიუღლიეს. ბოლოს და ბოლოს ბატონმა ზალ თუშიშვილმა, როგორც იქნა, მოიპოვა დასკვნის დედანი, მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი რა. იმავე საღამოს მისი ბინა გატეხეს და ქაღალდები მოიპარეს. ამასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საგამოძიებო ორგანოების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მიერ ოგერ ხომშვიდობა. ისეთი ხმა გქონდა ტელეფონში მაშინ მიახით გამოვარ. ნუ არ მკითხა. ყველაფერს კი ამბობ. ვა. კი ლეგენდა. მასიქს და საროჭკაცია. ეს ლუდია? თუ შეიძლება გამაგებინე. ვინ არის ეს ტრისტან ჩიფჩიური და ლუდის ბიზნესთან რა საერთოებს? და საერთოდ ამიხსენე გამაგებინე, რა ხდება? ვინ არის? ვინ ვის ლობირებს? თუ ბიზნეს ინტერესები აქვს, მაშინ პარლამენტში რა უნდა? და თუ პარლამენტის წევრია, მაშინ გამაგებინე, სვის ბიზნესთან რა ხელი აქვს, კაცო? მომგერ გენაცვალე, დამშვიდით და ისე მომიყევი ყველა. რა დამამშვიდებს გამაგიჟეს, კაცი? მოცვიდნენ. საწყობები დამილუქეს. საანქრო დამიკეტეს. ბუღალტერს კომპიუტერის პროცესორიც კი წაართვეს. იხარშება ეს, დაწმინდა, რა უნდა უკვე. ეკი იმის უფლებაც არ აქვს, ვიკითხო რა უნდა რაც მერჩია. ასე არაფერი არ გამოვა. დაწვრილებით მომიყევი თავიდან რა იყო და როგორი. რა იყო ბიჭო, რა მოგივიდა შენ? ასე შეშინებული და აღელვებული ბათუმში მოსაკლავად რომ დაგდებდნენ, მაშინ არ მინახი ხარ. მაგაზე მეც ვიფიქრე და იცი რა დასკვამდე მივედი. შეშს კიდევ როგორმე მოერევა კაცი. შეურაცხყოფას ვერა. არქი, მაშინ იქიდან დავიწყოთ რომ შეურაცხყოფა მოგაყენეს. სად, როდის? ამ რამდენიმე დღის წინ მეწვიეს ტრისტან ჩიფჩიური. ვინმე თავის ზვაკად ზუკასთან ერთად და ულტიმატუმი წამომიგანა. რა ულტიმატუმი, რა მინდა? ბიზნეს თავი დაანებე და პენსიას დაგინიშნა. იმედია 33 ლარზე მეტი შემოგთავაზეს. რა თქმა უნდა მეტი, მაგრამ მაგას არ მნიშვნელობა აქვს. შენ გაყარე ისი? აბა რა მეკნა, გავყარე, ხო? ეს ზუკა როგორი ტიპია? ახალგაზრდა, დითვალებიანი, გამოპრანჭული ტიპი რა. ეგ არის? ხო, მაგრამ შენ საიდან იცი? ეგ ზურა ბანთაძეა. მაგის ფირმა შემოაქვს რუსეთიდან ლუდი. და ეგ ჩიფჩიური თუ ეგ ჩიფჩიური მაგის ბიზნეს ლობირებს. მე იცი რა მაინტერესებს. რა საქმე აქვს პარლამენტარს კერძო ბიზნესთან? ეს ადახარ შემოუნგე. შენ ისეთ რამეებს გაიგებ, კიდევ რომ თმები ყალხზე
ესე იგი არ ყოფილა ამ ქვეყნის საშველი. კარგი რა. ზენ ულაპარაკობ თითქოს თვარიდან ჩამოხვედი. შენ რა რუსეთში ამაზე ნაკლები ამდენი ხდება? არა, როგორ არ ხდება, კაცო, ხდება. იქ უარესიც ხდება, მაგრამ როცა ასეთ რამეს შენს სამშობლოში გაიგებ, შენ სამშობლოში დაგანახებენ ასეთ უსინდისობას. ეთყობა ძალიან მტკივნეულია. კარგი, რაც არის. შენაც მითხარი ამ საქმეს რა ეშველე. ამ საქმეს ბიძინა თაბაგარის გარდა ვერავინ უშველს. ბიძო ლეგენდა. 100% ვიცი რომ ბიძინას მაგ ჩიპჩიურზე საკმაოდ ძლიერი კომპრომატები აქვს. მაკო რა საკეთებ? ხახნი. აბა ეს რა თქმა, ფესვებს დაუზიანებ. წადი ხელები დაებანი სამეცარი მოხდეს. ისეთი ამბები დაიწყო თქვენი განცხადები. შემდეგ ნახე. თინ. მოკლედ საყოველთაო პანიკა. გამიშვი და გაგიშვებ. ახლა ხომ მაინც მოუწევთ ხარჩილავას დაკითხვა. კაცო, გასაგიჟებელი რა არის იცით? აი ამ ხელა ტრაგედია მოხდა. სანატორიუმი დაინგრა, ამდენი ხალხი დაიღუპა. თითქოს გამოძიებაც დაიწყო. შენებელი დღემდე არ არის დაკითხული. ეს კი ნაღამ გაგიჟდა, ეგ რომ გაიგო, ხო იცით? არა, მე ეგეთი რაღაცები დიდი ხანი აღარ მიფერს. ისეთი რამეები მაქვს, ნანახი. ბატონო ბიძინა, ეხლა სხვა დროა. თქვენ დარწმუნდებით ამაში. ვითომ? ნამდვილად. ღმერთს მაქნას. უკაცრავად. შინაურულად ვარ გამოწყობილი. პირიქით ასე უფრო გიხდება. ნამდვილი კახური კომპლიმენტი. დილარჯგადოა მოთხოვნა გადააგზავნა პარლამენტში. იცი. პარლამენტის თავმჯდომარის ველაპარაკე. ნახოთ რას გადაწყვეტე. ჩემი ინფორმაციით საქმე ჯანჯლდება. ნუ რა ლაპარაკი უნდა ახლა იმას რომ უმრავლესობიდან ბლოკავენ, თორე ოპოზიცია წივის და კივის. გასაგებია. პრეცედენტს გაურბიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩიპჩიური უმრავლესობის წევრი არც არის. მე არ ვიცი, ვინ ვისი წევრია, მაგრამ ძალიან მაგრად რომ გულოვობს ეგ ბიჭინათელი. მაინც? რას აკეთებს? რასაც უნდა იმას. თქვენ იცით რომ ეგ ლუდის იმპორტს კურირებს რუსეთიდან. კურირებს რას ნიშნავს? დღეს როგორც იტყვიან, კრიშავს. ბოდიში ქართული შესატყვისი არ მაგონდება. მოკლედ, არის ასეთი კაცი ომგერ კაკაურიძე. წლების მანძილზე რუსეთში აკეთებდა ბიზნესს, დიდი ფული იშოვა. აჭარის რევოლუციის მერე გაყიდა თავის ბიზნესი მოსკოვში და მთელი კაპიტალი საქართველოში გადმოიტანა. ბელგიელები ჩამოიყვანა და მათთან ერთად დიდი ლუდის ქარხანა გააკეთა. აი ასტრარომარი ფირმა. მაგისია. გამიგია, მერე? მე კი პირადად ღვინო მირჩევნია, მაგრამ ეგ ლუდი უკვე მთელ ამიერკავკასიაში გადის. და მგონი შუა აზიასაც გადაწვდნენ. ამას წინათ კაკაურიძესთან მიდის ეს ტრისტან ჩიპჩიური, ვიღაც რუსული ლუდის იმპორტიორთან ერთად და ეუბნება, გააჩერე წარმოება და ამდენს გადაგიხდითო. რა სიგიჟეა? სიგიჟე რომელია? კაკაურიძეს უარი უთქვამს, მარას ეტყოდა. ეს ჩიპჩიური დამუქრებია. რამოდენიმე დღეში ასტრაში შევარდნილა საფინანსო პოლიცია, საგადასახადო, ხარისხის კონტროლი, ჯანდაბა და ოხრობა. დაულუქავთ საწყობი, ეს ცეხები, წაიღეს კომპიუტერები, თანაც გამოუცხადეს, მადლობა თქვი რომ ჯერჯერობით არ გიჭერთო. ეს როდის მოხდა? გუშინ წინ. არა, გესმის კაცო, აი ამ ხელა წარმოების გაჩერება, ინვესტორის გაკოტრება, ამდენი დასაქმებული ადამიანის ულუკმაპუროდ დატოვება. რატომ? იმიტომ რომ იმ ჩიპჩიურსა და მაგის ამ ქარს ვიღაც ექსპორტიორებს ფული შოვნა მოუნდათ? ბატონო ბიძინა, თქვენ იცნობთ კაკაურიძეს? შვენივრად. ეხლა ომგერი ფრთიანი ანგელოზი არ არის. მაგრამ საფრენი კაცი კია. ეგ დაგვეხმარა ზერაგიას დაჭერაში და ურანის კონტეინერის კონაში. მე ვედი. ვინი წაიღო ბიჭო რაღაცებს იღებს გადამყვანები და ისინი აიღო. ჩვენ ჩარეში არ მგონია რომ მაგათ დილარჭკადუას მოთხოვნა საშველი დააღება. თინა, ჩვენ თუ ეგ კაცი არ გავაჩერეთ, დაანგრევს ქვეყანას. კარგი. დაწყმართი.
ჭოის ჩიფჩიური ვისროლსო. ვინ არ გელაპარაკა? გამარჯობა, ტარიელ მაცაბერიძე სად არის? მოძებნეთ და სასწრაფოდ დამირეკოს. ქალბატონო თინა, თქვენი მეუღლე რეკავს ქალაქის ტელეფონზე, მანქანა გაფუჭებია. ხო და თქვენ თუ 1 საათნახევარი არსად არაპირებთ გასვლას, ბიჭებს გავაგზავნით და ბუქსირით ამოიყვანენ. კი ეს გამომარჯოს. გამარჯობათ. რა მოუვიდა, ახალი მანქანა არ არის? არა, ეგ ხო ავტომატიკაა და როგორც კი რაღაცა ურევს, მაშინო ზაჯგანიას ბლოკავს. რას მიხსნი ხა, მესმის თუ რა? არ მჭირდება მანქანა, გაუშვი ბიჭები. გასაგებია. ეგ არის სწავლა ამ კაცმა და არება რა. მე მძღოლი მაინც აიყვანოს. გაგიჟდი, ძღოლი დაცვა და ეგეთი რამეები აღიზიანებს. ვოლნი ხუდოჟნიკ, ჩვენსავით კი არ არის. დიახ, ბატონო ტარიელ. გისარ დაგელაპარაკა, აბა. დიახ, მე მაინტერესებდა. გადმოგცათ თუ არა თქვენ პარლამენტის თავმჯდომარემ გენპროკურატურის მოთხოვნა ტრისტან ჩიფჩიურისათვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. მაშინ რატო ფერ ხდება ეს საქმე? არა, გასაგებია, მაგრამ როდესაც ადამიანს ბრალი ედება სახელმწიფო დოკუმენტების მოპარვაში, როდესაც საზოგადოება მოელის გამოძიების შედეგებს და როდესაც ოპოზიცია დღე-დაღამე გაყვირის, ცოტა გაუგებარია თქვენი ფრაქციის ორჭოფობა. გიმეორებთ, ბატონო ტარიელ, ამ კაცის საქმე დეტალურად არის გამოსაძიებელი. გარდა ამისა, მე მომდის ხმები, რომ დღესაც ჩიფჩიური ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას. ლობირებს თავის ბიზნესს, აკოტრებს კონკურენტებს. იცით რა, ეს არ დაიმალება და მე გირჩევდით, დროზე მიგეღოთ ობიექტური გადაწყვეტილება. დიახ. კი ბატონო, კარგად ბრძანდებოდეთ. მე მგონი ამან უნდა გაჭრეს. ვიცეგრე მგონი. House. This is random. ეს არ გაიხადა სამბეჭო. Agora eu tô lá com os chumos assim. Ela foi mexer esse foi lá onde se cani chite da câmera dessa. Agora eu tô cá sem ver.
რა თქმა უნდა. ჩიგია. ჩვენ სანატორიუმ წიწნარის ტრაგედიას უბრუნდებით დედალების პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი თაკო გიორგაძე ისაუბრებს. თაკო, გისმენთ. გამარჯობა. საზოგადოება უკვე ინფორმირებულია სანატორიუმ წიწნარის გარშემო გასულ კვირას განვითარებული მოვლენების შესახებ. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ბატონ ტარიელ მაცაბერიძეს. ბატონ ტარიელ, თქვენ ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი ბრძანდებით. ოპოზიცია ბრალს საპროკურორო მოთხოვნის იგნორირებაში. რას გვეტყვით? პირველ რიგში ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მაღლობილი კომენტარები გავუკეთო ოპოზიციის მონაჩმარს და პოპულისტურ ტიპს. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებული ამით, რომ პროფესორ ამოევის ანგარიშის გაუჩინარების საქმეს როგორმე ნათელი მოეწყოს. ვეძებნეთ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საქმე ამ საქმის გამოძიება მივიდეს ბოლომდე და დამნაშავეები დაისაჯეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხდება შეეჭვეტანი ობიექტივი დაგაგება. ბატონ ტარიელ, დაუჭერთ თუ არა ხარს გეოპროგრამის მოთხოვნას ერთ-ერთი თქვენი კოლეგისათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მიღებას. ან დაურეკე ვინმეს, ან რა ვიცი, ფანჯრიდან გადაძვერი, ან რამე რა ვიცი. აი ხო უკვე მომწონს. ერთი 40 წუთის მერე დაგერეკა უკვე რა გკლავენ. ლევან ბიძია სახლში ხარ? აბა სად ხარ? არა, უბრალოდ მინდა რომ ჩემთან გამოხვიდე. და რაც შეიძლება ჩქარა. კარგი ხო? ველოდები. ბიჭო, რას ვერ ხდები? ხო, კაი სერიალია, ფილმია. შუქი არ არის? შუქი არ ინთება, გავიგერო, საშიში მომეტია, ბრა. აი ამ დროს არასდროს შუქს რატო არ ანთებს არავინ? ანთერა, შუქი. ხო? ან რავი, ვანაში ჩაიკეტე და ისე დაიჭირე ეგ დანა, გადაკეტე ვანა და ისე დარეკე, ან რავია, რაღაც მოიმოქმედე, ხო? No, dareka staqres telefon. Алло. ვინა ხარ? გამაგებინე, რა გინდა ჩემგან? ამოიღე ხმა. ლევანი ბიძია ესე მალე ვერ მოვიდა და ბიძია ლევან ბიძია ლევანი მარო ის კნასერ ხაის რო იყოს კარგი ანოშკი დაწმართი რამდენი დღეა რაც ეს ამბავი გრძელდება უკვე ორი კვირა. უნივერსიტეტში ძალიან დატვირთული ხარ? ხო იცი, ენას ყოველ დღე უნდა მეცადინეობა. მერე კიდევ სხვა საკნები. ხამე გვიანობამდე მეცადინეობ ხოლმე? დღისით დეიდა თალიკოსთან მუშაობს ახაჭაპურაში. რომელ საათამდე? კაფე 9-ზე იკეტება, მაგრამ სანამ ფულს არ დავითვლით, იქაურობას არ დავალაგებ, იქა ვარ. სახლში როდის მოდიხარ?
11-ისთვის. ბიჭო, მეღადავებით. აბა მოლიდას პლატო. დილით ლექციები, მერე კაფე, ღამით მეცადინეობა. ამას ვინ გაუძლებს? თან ჯერ მამა შენის წლის თავიც არ ყოფილა. ამ ხელა სტრესი გადაიტანე. თან ეს მარტო ცხოვრება, მიცვალებულების სურათები სახლში. ფსიქიკა ვეღარ გაჩავს, რა არის გასაკვირი? ბიცია ლევან, მე გიჟი არა ვარ. ვინ გითხრა რომ გიჟი ხარ? უბრალოდ დაიღალე რა. ტიპიური სურათია. ჩემო სიცოცხლე, ჩემთან დღე არ გავა, 2-3 კაცი არ მოვიდეს მსგავსი ჩივილებით. ერთი ეს მითხარი, ვინმე ბიჭი ხომ არა ჩანს ჰორიზონტზე? ვინ ბიჭი? ვინმე სიმპათიური, არა ნარკომანი, არა ძველი ბიჭი, ვისაც უყვარხარ გაფასებს. საკმარისი 1-2 შენთან აქ დარჩეს და მთელი ეგ შენი ბაბაიკები გაზაფხულის თოვლივით გაქრებიან და მიჭერე. ესე იგი, მთელი ეს კოშმარი მომელანდა. არა, ეგრე მარტივად არ არის. როდესაც ფსიქიკა ლაბილურია და აღზნებულ მდგომარეობაშია, შეიძლება ჩვეულებრივი ხისტოტი გველად მოგეჩვენოს. აი ეს შტეპსელი კი გიგანტურობობად, მით უმეტეს სიბნელეში. ფსიქიკის აღზნებას კი რა იწვევს? გადატანილი სტრესი, დაღლილობა, უძილობა. გასაგებია? კარგი და სახშობელაზე რას მეტყვი? რა სახშობელა? აბაზანაში რო ხატია სარგეზე. წამოგაჩვენებ. ბატონი ლევანი ძალიან მომანიაკო კაცია. აი აქ სახშობელა ეხატა. და ეწერა ანა გელოდებია. მამის სუსპიცა ვარ. ნაღდა და ამ ადგილას. და მე როგორ გაქრა? არ ვიცი. მართლა რანაირად? რამდენიმე დღის წინ ლიფტშიც ნახე. იქ შავად ეწერა. აქ წითლად. შეიძლება წითელი პომადით. და თუ პომადა იყო თავისით ხომ არ გაქრებოდა, გამოდის რომ ვიღაცამ წაშალა. სახლში ვიღაცა იყო. მე ვიგრძენი. და გაქრა? ხო. კარგი. თქვათ რაც აქ მოხდა მარტო შენ ნახე. მაგრამ სახაჭაპურეში ლიფტში სახაჭაპურეში მარტო მე და დეიდა თალიკო ვიყავით. ის დახთან იდგა და ფანჯარას ვერ ხედავდა. და ლიფტში ალბათ დამლაგებელმა წაშალა დილით. იმ ღამეს შენს გარდა არავის უსარგებლია ლიფტით. იქნება რომელიმე მეზობელმა შეამჩნია. არა. ყველა გამოვკითხე და არავის არაფერი უცნაური არ უნახავს. აი, ხომ ხედავ? იქნებ მე ვხედავ იმას, რასაც სხვები ვერ ხედავე. მეც მაგას არ ვამბობ. ეს კლასიკური სიმპტომია. არაფერი განსაკუთრებული შენ არ გჭირს. დევნის მანით ნახევარი საქართველოა დაავადებული. მოდი ახლა ასე ვქნათ. აი ეს გამომართვი. და 3 დღის განმავლობაში დილას საღამოს 7 თუ აბი. ჩვეულებრივი ტრანკვილიზატორია. მე არ მეჩვენება ბიძიალევან. ჩემო სიცოცხლე 25 წელია ფსიქიატრიაში ვმუშაობ და რაღაცა ხო დამეჯერება. და რო არ მიშველოს? გიშველეს. აი ნახავ. ნუ თუ არ გიშველა, მაშინ ჩემთან წაგიყვან და მკურნალობის კურსს ჩაგიტარებ. საავადმყოფოში? ხო? არ ვიცი. ეს დღეს ვედალი. კაი. ანუშკი, ახლა კარგად გამოიძინე და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.
თუ გინდა ამაღა მაგ დავრჩები. არ მოგერიდოს. გონი არ არის საჭირო. გონი თუ მართლა არ მომერიდო. არა, მართლა აღარ მეშინია. ეს არის არ მეშინიაო. საზიზღარი. კარგი ანოშკი. ახლა მე წავედი და თუ რამე ეგრევე დამირეკე რომელი საათიც არ უნდა იყოს. კარგი? კარგი. კიდევ კარგი შენ მაინც ვყავხარ. მე და ეს საზიზღარი ფისა. მოდი ვნახოთ როგორ იქნები. მაგრამ მგონი მაინც აჯობებს მოკლე სარეაბილიტაციო კურსი გავიაროთ ჩემთან საავადმყოფოში. იფიქრე და გადაწყვიტე. ვიფიქრებ. და გადაწყვიტე. სად ვართ? ხიდის ქვეშ. რა არის? ოპა, XPC. Привет. Умрჯოს. Აი, ყო რა მოგივიდა. არაფერი, ეგრე შეგაცა. დარიელ. მე რას მიპირებთ? შენ? რა გადაწყვიტეთ? შენ უნდა წახვიდე ძმაო. როგორ თუ წავიდე? სად უნდა წავიდე? მიხმარეთ ეხლა მაგდებ. მოიცა არ გინდა ეხა ეგ ისტერიკები თუ ძმახარა. ჯერეთი საერთოდ კი არ გაგდებს და წახვალ დაისვენებ, ბიზნეს მიხედავ. ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით და ბუს ვერავინ აგიფრენს, ეს დაიმახსოვრე. იყავი და იგულავე მეტი რა გინდა და. გასაგებია. ბოლომდე გამწირეთ არა? რა გააგწირეთ დრისთან? არ აქვს ხვენია რომ. შენ არ იცი რა დღეშია გაწერილი ეს ქალი. უშინ მელაპარაკა ტელეფონით. ჩიფჩიური საკუთარ ბიზნესს ლობირებს და კონკურენტებს აკოტრებს. იმ ბებერ ბოსკაკაურიძეს გულისხმობდა. შენ რაღა გეტაკა ძმაო, შეშვებოდი რა ცოტა ხანს. ხომ იცოდი რომ მაგას ბოლოს მაინც არ გავახარებდი არა. ეხლა ეს ჭკადოა, შენზე ამბობს მნიშვნელოვანი სახელმწიფო დოკუმენტები მოაპარინაო და სადეპუტატო იმუნიტეტი უნდა მოუხსნათ, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრაო. და თქვენ რას აპირებთ მერე? რა ვიცი, აბა მითხარი და როგორც ჩვენ მეტყვი ისე მოიქცე. მე რა უნდა გითხრა? მაშინ ის მითხარი ტრისტან, შენ რომ ჩემ ადგილას იყო როგორ მოიქცეოდი. აქ მთელი ფრაქციის პრესტიჟზეა საუბარი ძმაო. ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს. გასაგებია დარიელ, მე ხაჯი არ ვარ. უბრალოდ იცი რისი მეშინია. რისი? როცა აღარ დაგჭირდებით, ერთ ადგილას არ დამეკიდოთ. კარგი რა ტრისტან, არ აქვს ხვენია და. რისი უნდა მსხვენოდეს? შენ ხომ იცი მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ცხოვრებას. ბიჭო, რანაირად უნდა დაგიკიდოთ, როცა მთელი ბიზნესი შენ ხელში რჩება? რჩება რო? რჩება. ნუ გაატრაკე ეხა საქმე რა. ბატონო. ა? Хорошо, მოვალ. 7 წუთში მანდავა. აი. მოკლედ. ეხა ჭკუას მოუხმე და ისტერიკები ნაკლებად. კაკაურიძე შეეშვირა. მე დღესვე დავრეკავ და ფინანსურ პოლიციას მოვაშორებ. დავაიო შენც. ვირსი ხარ, ბიჭი, მოილა რო ართ.
გაღორდა ფულის გამო იმენა ტიპი. დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და ნუ გეზარებათ ბიჭო, დალაიქება. არხის გამოწერა 50,000-ზე რო ვეღარ ავედით. შემდეგ სერიამდე.